კოლხური თეთრიდან ქართულ ლარამდე ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ისტორია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული ვალუტის ლარის გამოშვებით გვირგვინდება. ლარი კი წელს 30 წლის გახდა. უკვე 30 წელია ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ჩვენს ქვეყანაში. ლარი არა მხოლოდ ფული, არამედ ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. ეროვნული ვალუტა როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, ამავდროულად ქვეყნის სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ეროვნული ვალუტის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოში ფუნქციონირებდეს და სრულფასოვანი ფულად საკრედიტო პოლიტიკა წარმოებდეს. მოდით შევიტყოთ მეტი ლარის შექმნის ისტორიასა და ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე. როლანდ სპანდერაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი სპეციალისტი, ყვარლის ფულის მუზეუმის კურატორი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო როლანდ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან სასიამოვნო და ძალიან საამაყო თემაზე უნდა ვისაუბროთ დილიდან. ჩვენი ქვეყნისთვის 30 წელი შეუსრულდა ეროვნულ ვალუტას, საიუბილეო წელია წელს. 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა. მოდით მოკლე ისტორიული რაკურსი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს, თუ როგორ იქმნებოდა ლარი, რომ მოგვიყვათ. მოგესალმებით, ყველას მოგესალმები და მიულოცავ. ეს წელს საიუბილეო წელია, 30 წელია, მნიშვნელოვანია, რომ 30 წელი იყო გარანტი და საფუძველი და დასაყრდენი ქართული ეკონომიკისთვის ქართული ლარი. რაც შეეხება ლარის შექმნის ისტორიას, მას საფუძველი ეწყება დამოუკიდებლობის თან დაბადებისთანავე ჩვენი ქვეყნის ეროვნული მოძრაობის დროს დაიწყო ფიქრი, მსჯელობა აკადემიურ სამეცნიერო წრეებში, ეკონომისტებში, ფინანსისტებში, რომ შექმნილიყო ეროვნული ვალუტა და 88 წლიდან 99 წლიდან იყო ამაზე უკვე მსჯელობა, მზადება. 91 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო სახელმწიფომ ქართული ფულის შექმნაზე მუშაობა. ეს იყო როგორც დიზაინის ნაწილი, ასევე იყო სახელდების ნაწილი, იყო ფართო დისკუსია საზოგადოებაში, პრესაში, სამეცნიერო ნაწილში, რა დარქმეობდა ქართულ ფულს, მრავალი სახელი განიხილებოდა, იყო ჯაბაასი, დისკუსია იყო გახსნილი, ღია დისკუსია, ფიქრობდნენ სხვადასხვა სახელებზე, იყო მათ შორის მანეთი, ქართული მანეთი, რვალი, ქართი, კერმა, წვლილი და ლარი, რა თქმა უნდა. მაგრამ შეირჩა ლარი და როგორია ლარის შერჩევის ისტორია, ესეც მოუყვეთ მაყურებელს. აღნიშნე, ან 3 წელი დაახლოებით იყო დისკუსია ამ სახელდებაზე, მის სიზუსტეზე, მის წარმომსახველობაზე ქართული ფულის ისტორიიდან და 92 წელს საქართველოს სამთავრობო კომისიამ, ფულის შერჩევის კომისია, რომელიც ფულის სამთავრობო კომისია, რომელიც ფულზე მუშაობდა, საბოლოოდ ექსპერტულ დონეზე განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაირქმეოდა ფულს ქართულ ეროვნულ ვალუტას ლარი, როგორც ძველი ქართული სიტყვა, როგორც ზოგადი სახელი ქართული სიმდიდრის, ქონების, განძის და ასევე განხილული და გათვალისწინებული იყო მეცნიერების რჩევა, რომ ეს იყო ყველაზე ჟღერადი და ეს მიმღებლობაც საზოგადოების მაღალი იყო და რაღაც სიზუსტეს, სისწორეს ასახავდა და აქედან გამომდინარე გადაწყვიტა საბოლოოდ 92 წლის 7 აგვისტოს, რომ დაირქმეოდა ქართულ ფულს ლარი და შემდგომ უკვე უშუალოდ ლარის დამზადებაზე და მის შექმნაზე წავიდა მუშაობა. ლარის შემოღების პროცესი არ იყო მარტივი, ალბათ დამეთანხმებით. ამ სიტყვებს ხშირად იმეორებენ ხოლმე ის ადამიანები, ვინც იყვნენ იმ ეტაპზე ჩართული ამ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ფულის რეფორმა ფასდება როგორც ერთ-ერთი უნიკალური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მაინც იყო არაერთი სირთულე და მოდით ახლა უთხრათ ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში რა იყო ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და ბიძგი, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ქონოდა საკუთარი ეროვნული ვალუტა და გარდა ამისა რა იყო ის მთავარი სირთულეები, რასაც იმ პერიოდში აწყდებოდნენ. შეგიძლიათ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საზოგადოება მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ეროვნულ ვალუტაზე მუშაობა და ის რომ სსრგ-ს დაშლა გამოიწვევდა ეკონომიკურად სირთულეებს და ეს ქართულ სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრობლემის წინაშე დააყენებდა და 91 წლიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით და შემდგომ სსრგ დაიშალა, საბჭოთა მანეთს როგორც გადახდის ერთიან საშუალებას ყოფილი 15 რესპუბლიკაში პრობლემები ექმნებოდა ფულის ნიშნების მომარაგების კუთხითაც, დეფიციტი იყო ქვეყანაში და ძალიან რთული გზა გაიარა სახელმწიფომ ლარის შემოღებამდე, ლარის შექმნამდე და ეს მართლაც იდენტობის მარკერი იყო ლარი, უნდა ყოფილიყო ქართული ეკონომიკის დასაყრდენი და აი ამიტომ 3 წელი იყო ამაზე მუშაობა, იყო ქვეყანაში
ქვეყანაში დაზრდული სიტუაცია, როგორც სამოქალაქო ომის პირობებში მუშაობდნენ, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად ძალიან რთული იყო, მაგრამ შეძლო ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ნომინდებმა მთავრობამ რომ ლარი შექმნილი იყო და ლარი ყოფილიყო დასაყრდენი ქართული ეკონომიკის, რაც შეეხება როგორც ვალუტას და რაც შეეხება მის დიზაინს, მის დიზაინზე მუშაობა დაახლოებით 3 წელი მიმდინარეობდა, ჯერ როგორც მან წინა ვერსიები და შემდგომ უკვე უშუალოდ 93 წლის მარტიდან დაიწყო ფრანგულ კომპანია ობერტურთან დამზადებისთვის. კი ბატონო, ლარის ბანკროტები გადმოსცემს ისტორიულ და კულტურულ მაჩვენებლებს ჩვენი ქვეყნისას. როგორ შეირჩა დიზაინი ლარის, რომ გითხრათ და რა არის უნიკალური, რითი გამოირჩევა ის სხვა ქვეყნის ვალუტებისგან? ჩვენ ხომ გვიყვარს გამორჩეულობა და ამას გაუსვათ ხაზი. მე მგონი განსაკუთრებული ადამიანები არის დატანილი. ნუ ლარის დიზაინს ძალიან როგორც აღნიშნე მრავალი რამდენიმე წლიანი გზა გაიარა ამათმა სამეცნიერო საბჭოზე განხილვამ დარგის ექსპერტების ჩართულობამ აქ იყო სამთავრობო კომისიაზე განხილვები და დასაყრდენი იყო ქართული წარსული საქართველოს 300 წლოვანი ისტორია სახელმწიფოებრიობის ის მარკერები რაზეც დგას ჩვენი კულტურა და ეს ლარის ბანკნოტები არა მხოლოდ პერსონები არამედ თემატიკებია რაზეც ჩვენი წარსული დგას ეს არის ქართული მხატვრობა ქართული კულტურა ქართული ხელოვნება ქართული მუსიკა და აი ყველა აი ამ ნიუანსებს უსვავს ხაზს და რაც შეეხება იმას რა თქმა უნდა გამოჩვეული ხელწერაა ერთიანი რაღაცა 26 საუკუნოვანი ისტორია ჩანს ქართულ ფულზე არა მარტო ფულის ლარზე არამედ ფულის არამედ ქვეყნის ეს გამწერლობის ისტორია წიგნიერების კულტურა ყველაფერი რელიგიური კულტურა ქრისტიანობის დასაყრდენი ჩვენი კულტურაში არის და ქრისტიანული კულტურის მრავალი ნიუანსია დატანილი და რაც შეეხება აი ამ დაზუსტებას ვიტყვი განახლებული ლარი კიდევ უფრო მძლავრად მოაჩენს ქართულ ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, აი იდენტობის მარკერებს, რასაც საზოგადოება და საქართველოს წარსული, რასაც საქართველოს წარსული დგას. კი ბატონო და ყვარლის ფულის მუზეუმი ინახავს 26 საუკუნოვან ისტორიას ქართული ფულისას და ბუნებრივია, მათ შორის არის ლარი, რისი ნახვა შეგვიძლია და რას შევიტყობთ ჩვენ ლარზე ყვარლის ფულის მუზეუმში, რომ გაგვიზიაროთ, რამდენად დიდი ინტერესს იწვევს ის, როგორც ადგილობრივ დამთვალიერებელში, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. ნამდვილად ყვარლის ფულის მუზეუმი ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმია და აქ წარმოდგენილია მთლიანი ხაზი ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ისტორიის. კოლხური თეთრიდან ლარამდე შეუძლია ვიზიტორს დამთვალიერებელს გაეცნოს ქართული ფულის ისტორიას. და აქ ხაზგასმა არის ცალკე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართული ლარის ისტორიის სტენდს და ქართული ლარის ესე იგი გზას, რა გზა გაიარა პრეზიდენტ ძველ გამსახურდიას მიერ დაწყებულმა იდეამ ქართული ფული შექმნილიყო, როგორ მოვიდა 95 წამზე, ყველა ის ორიგინალი მაკეტი და დიზაინის ნამუშევარი, რომელიც ჩვენს ლარის ისტორიას ბექგრაუნდად უდგება, ეს ყველაფერი გამოფენილია ჩვენთან, ერთადერთი ორიგინალების სახით, ვიზიტორს შეუძლია დაათვალიეროს და გაეცნოს ლარის დიზაინის განვითარების გზას, ლარის ბეჭდის ისტორიას, ლარის თანამედროვეობას და ასევე ამას ფონად აქვს, რა თქმა უნდა, ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ისტორია. კი ბატონო, და დამოკიდებულებაზე მინდა გკითხოთ, როგორ არის შეცვლილი ამ 30 წლის განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება ლარის მიმართ, ის მუდმივად ვითარდება და როგორც უკვე ჩვენ ერთხელ ვახსენეთ, ქმნის ეროვნულ მონეტარულ სისტემას. რა თქმა უნდა, ლარი არის დასაყრდენი საზოგადოებისთვის დიდი მიმღებლობა არის, როგორც ეროვნული ვალუტის, რაღაც სიამაყის გზნობას ხშირად გამოსახავენ და გამოხატავენ ვიზიტორები და ადგილობრივი საზოგადოების წევრები, როდესაც ადარებენ ხოლმე უცხოურ ვალუტას, როგორი უფრო მძლავრია, როგორი სანდოა, როგორი სიამაყის გზნობა უჩნდება საზოგადოებას და ადამიანს, როდესაც თავის ქვეყნის ეროვნულ ვალუტას უყურებს. ეს 30 წლოვანი გზა არის ნამდვილად თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებელი სახელმწიფო 25-30 წლიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი კულტურული იდენტური ნიშანსვეტი და აი ამაზე ნამდვილად დგას ეს მიმართულება. ლარი არის. კი ბატონო, და რომ დაუბრუნდეთ საიუბილეო თარიღს, 30 წლის იუბილეს, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა 5 ლარის ნომინალის, ოქროს, ვერცხლის და სპილენძ ნიკელის გამოუშვა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც როგორც ვიცი, კიდევ არის ხელმისაწვდომი და უთხრეთ საზოგადოებასაც შეუძლიათ მათ. ეროვნული ბანკი, როგორც იცით, აღნიშნავს მრავალ მოვლენებს, საერთაშორისო
საინტერესო და თუ ადგილობრივ სახელმწიფოებრივ მოვლენებს მომენტების გამოშვებით. განსაკუთრებული წელი იყო წელს ლარის 30, იმიტომ რომ ამას ნუმიზმატიკური აქტივობებიც მიეძღვნა, გამოვიდა საკოლექციო მომენტები ოქროს, ვერცხლის და სპილენძის ნიკელის და ეროვნული ბანკის სალაროებში და ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით საზოგადოება ყიდულობს შეიძენს და როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ვიზიტორები და გაინტერესებული საზოგადოების წევრები ყიდულობენ და ეს არის ეთქვარი მეხსიერების შექმნა, როდესაც ლარის 30 ასეთ მაღალ ღირსშესანიშნავად აღენიშნა სადღაც ლითონის მომენტების გამოშვებით და ეს რა არის მისი ფასი? სხვადასხვა ფასი აქვს. ოქროს მომენტების ფასი 2500 ლარია, ვერცხლის 130 ლარი, სპილენძის ნიკელის არის 30 ლარი და საზოგადოების ფართო დაინტერესება მოყვა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ბევრი კოლექციონერი შემგროვებელი ამას თავის კოლექციაში უკვე მიუჩინა ბინა. სხვათა შორის კოლხურ თეთრს არ შევსწრები ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი ფული ყოფილა და მათ შორის კუპონი, მათ შორის მონეტი და ფიქრობ, რომ ძალიან ლამაზია და ძალიან ეს ჩვენი ქვეყნის პასპორტია, იდენტობის მარკერია და ერთგვარი სავიზიტო ბარათია ფული ქვეყნის და ნამდვილად ლარი ღირსეულად უჭირავს ეს ადგილი. დატანილი საოცარი ქართველები, რომლებსაც კი ბატონო და ლარის საიუბილეო წელის აღნიშვნა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და წელსაც გრძელდება. მთელი რიგი ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი, სწორედ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელში მოეწყო პრემიერა ბანკირის დღიურები იასონ ლორთქიფანიძის შესახებ ფილმის, რომელიც 20 სექტემბერს უკვე სატელევიზიო პრემიერა გაიმართება და თქვენ როგორც ვიცი, ამ თემას უკვე უშუალოდ ფილმის ავტორებთან ერთად უფრო დეტალურად გაშლით და კვლავ ვისაუბრებთ ქართული ფულის ისტორიაზე, ბონებზე და ასე შემდეგ უფრო დეტალურად, ასე რომ ეს არის ერთადერთი ეკრანიზება პირველი ბანკირის დღიურის, როგორც ვიცი, ესეთი ისტორია. კი ბატონო, ასე რომ მაყურებელი აუცილებლად დარჩეს ჩვენთან იმისათვის, რომ ეს ისტორია მოისმინოს, უკვე ხვალ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა ეს არაჩვეულებრივი ფილმი უკვე ეკრანზე იხილონ.